მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს მინდა ვისაუბრო იმ ფსკერზე, რომელზეც იმყოფება ქართული ოცნება. წინათ მე მქონდა საუბარი ქართული ოცნების იდეოლოგიურ საფუძვლებზე, ახლა კი მე სრულიად ფსკერზე ჩავალ და განახებთ იმ ფსკერს, რომელზეც იმყოფებიან ისინი და ზოგადად სოციალისტები, რომელთა ფრთასაც წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება. დავიწყოთ საუბარი იქიდან, თუ რას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული რუსული ხუნტა. რუსული ხუნტა, ეს ნეობოლშევიკური რეჟიმი, არის ძველი ბოლშევიკური რეჟიმის წანაზარდი, რომელიც მომდინარეობს მასონური მიმდინარეობა მემფის მიცრაიმიდან, რომლის სიმბოლიკაცაა პენტაგრამა, რომელიც კაბალაში აღნიშნავს იუდეველთა მესიას. და თუ რა კავშირია მასონობას, იუდაიზმსა და ჯადოქრობას შორის, მე განგიმარტავთ თვითონ მასონური ლიტერატურის მიხედვით. ახლა დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ საიდან მომდინარეობს ეგრეთ წოდებული ბოლშევიზმი და სოციალიზმი. სოციალიზმი, იგივე კომუნიზმის საძირკველი, არის მასონობის მმართველი ორდენის, ილუმინატიის მე-7 საფეხური. მე-6 საფეხურს მოიცავს დიდი აღმოსავლეთი. ეს არის ასევე სოციალისტური ორდენი და როგორც საუბრობდა მასონი რაბინი ჰარი ვოტონი, კომუნიზმის სული იუდაიზმის სულია და როგორც ოქტომბრის რევოლუციაში იყო მასონობის ტრიუმფი, ასევე ფაშიზმში იქნება იუდაიზმის ტრიუმფი. ციტატის დასასრული. საიდან მომდინარეობს მასონობა? მასონობა უპირველეს ყოვლისა არის უძველესი წარმართული კულტების გაერთიანება და მას თავი მოუყარეს ქალდეველთა ქვეყანაში გადასახლებულმა ებრაელმა მღვდელმთავრებმა. მათ გააერთიანეს ქალდეული, ეგვიპტური და ინდური ჯადოქრობა. სხვათა შორის სვასტიკა, რომელიც არის მარადიული მოძრაობის სიმბოლო, მზის სიმბოლოც, რასაც მასონები ეთაყვანებიან, ის მოდის ინდოეთიდან და არის ერთ-ერთი საკრალური სიმბოლო, მაგრამ ის გაერთიანდა მასონობაში, რომელსაც თავიდან მასონობა არ ეწოდებოდა. მას შემდგომ ეწოდა მასონობა. თავიდან ეს იყო წარმართული კულტი და ეგრეთ წოდებული დავითის ვარსკვლავი, სინამდვილეში კი რეფაიმის ვარსკვლავი, როგორც ამის შესახებ საუბრობს ამოს წინასწარმეტყველი და აყვედრის იუდეველებს, რომ თქვენ ღვთისმსახურება ჩაანაცვლეთ რეფაიმის, ანუ ეშმაკის ვარსკვლავადო. რეფაიმები იყო დემონთა და ქალთა შვილები, გიგანტიზმით დაავადებული ადამიანები, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა წარღვნით, თუმცა შემდგომ შემორჩენილ ამ დემონებს მათ გენს ეომებოდა ებრაელობა, როდესაც იკავებდა ქანაანს და ისინი მოსახლეობდნენ თანამედროვე პალესტინისა და იორდანის ტერიტორიაზე, მაგრამ რეფაიმი ბიბლიაში არის დემონის სიმბოლო და ამ ვარსკვლავის შესახებ ამოს წინასწარმეტყველი აფრთხილებს ებრაელებს. რაც შეეხება ახლა იესო ქრისტეს. რატომ არ მიიღეს იესო? იესო უპირველეს ყოვლისა იმიტომ არ მიიღეს, რადგანაც მან არ მიიღო ეს წარმართობა, რაც ჰქონდათ ებრაელ მღვდელმთავრებს და მან მათ ეშმაკის ძეები უწოდა იმ ებრაელებთან ერთად, რომლებმაც აღიარეს ეს წარმართული კულტები და ეშმაკის ძეობა, როდესაც მოიხსენიება ბიბლიაში ეს ტერმინი ებრაელების მიმართ, რომლებმაც იწამეს ეს წარმართობა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი გენით არიან დემონები. ეს ნიშნავს სულიერად ეშმაკის შვილობას, როდესაც შენ ეშმაკს ეთაყვანები. და ჩვენ გვახსოვს იესოს სიტყვები, რომ ქვა, რომელიც უარყვეს მშენებლებმა, მთავარ კუთხედ იქცევაო. ამ შემთხვევაში ეს ქვა არის იესო ქრისტე. ლოდი, რომელიც დაანგრევს
წარმართთა მსოფლიო იმპერიას, მაგრამ რა შუაში აქვს სიტყვა მშენებლები? მშენებლები, ანუ მასონები, აი ამ სექტის შესახებ გვაფრთხილებს იესო ქრისტე. თავიდან ეს სექტა მოიცავდა ისრაელის გადარჩენას, ოღონდ ჭეშმარიტი მესიის გარეშე. რატო არ იწამეს მათ იესო ქრისტე? იმიტომ რომ იესო ქრისტე გვეუბნება რომ ვიყოთ უბრალოები, ნუ მივეძალებით მიწიურს და ვიყოთ ღვთისმიერი ადამიანები. მათ კი უნდოდათ ისეთი მესია, რომელიც მისცემდა მათ წარმართობაში მონაწილეობის უფლებას, ასევე არასწორად ცხოვრების უფლებას, რაც ძალიან მოსწონდათ გამრუდებული ცხოვრებით მცხოვრებ ფარისევლებს და სადუკეველებს. იესომ კი არ მისცა მათ უფლება წარმართულ გზაზე იარათ, ამიტომ ის ჯვარზე აწვეს. თან რატომ ზულთ ასე იესო ქრისტე აი ამ სექტის მიმდევრებს? პირველის ყოვლისა უნდა განისაზღვროს, რაში გადაიზარდა აი ეს ქვის მთლელთა, ანუ ეგრეთ წოდებულ მშენებელთა მოძრაობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ებრაელების გადასახლებაზე ევროპაში, ისინი ეზიარნენ დამატებით წარმართობებს და უკვე ჯვაროსნების ეპოქისათვის ეს სექტა ყალიბდება როგორც მასონური სექტა. ელიფაზ ლევი აღწერს ამის შესახებ თავის წიგნში. და ეს არ არის საიდუმლო მასალები, ის სასკოლო ლიტერატურაშიც ისწავლება, რომ როდესაც ტამპლიერები განლაგდნენ თანამედროვე სატაძრო მთაზე, ისინი, რასაკვირველია, სოლომონის ტაძრის ნანგრევებზე აღმოჩენებულ მეჩეთებში ატარებდნენ სპეციალურ კულტებს, მაგრამ ელიფაზ ლევი ასევე აღწერს, რომ ეს არის მასონური კულტები. მან აღწერა აგრეთვე როგორია ბაფომეტი, ანუ ტამპლიერების ღვთაება, თხის თავიანი სატანა. და დანარჩენ მასონურ ლიტერატურაში ჩვენ ხვდებით იმას, რომ ტამპლიერები უკანალს უკოცნიდნენ აი ამ კერპს. რასაკვირველია, ეს გამოიძია პაპმა, გამოიძია შემდგომ ევროპის მონარქმა და ტამპლიერები გაანადგურა. რასაკვირველია, არა იმდენად რელიგიური მოტივით ფილიპე მეოთხე ლამას ჰქონდა მათთან სხვა ანგარიშები გასასწორებელი. უპირველეს ყოვლისა ფინანსური. მას არ უნდოდა მათთვის ვალის დაბრუნება. მაგრამ რელიგიური საბაბი მშვენივრად გამოიყენა, იმიტომ რომ იცოდა რას ეთაყვანებოდნენ ტამპლიერები. და რატომ აფინანსებდნენ ჯვაროსნებს ებრაელი მევახშეები? და სხვადასხვა როტშილდი და როკფელერი რატო აფინანსებდნენ ჰიტლერს? იმიტომ რომ ჯვაროსნებიც და ჰიტლერიც მშვენიერი იარაღი იყო პალესტინაში უთრემერის სამეფოს შესაქმნელად, რომელიც იქნებოდა ეს ჯვაროსნული თუ შემდგომ ნაცისტური რამე დანაყოფი ტერიტორიისა, მაგრამ სწორედ იქ უპირებდნენ ებრაელებს გადასახლებას ევროპიდან და სულ ერთი იყო იმ ებრაელი მევახშეებისათვის, რომლებიც ამ სექტაში იყვნენ, დაიღუპებოდნენ ებრაელები თუ არ დაიღუპებოდნენ, დაარბევდნენ მათ ჯვაროსნები თუ ნაცისტები. მიზანი ამართლებს საშუალებას და ამის შესახებაც ვისაუბრებ. შემდგომ, როდესაც გავიდა ტამპლიერთა ხანა, ეს მალტის ორდენში გადაიზარდა ეს საიდუმლო სექტა. შემდეგ უკვე ოფიციალურად ხდება 1717 წელს მასონობის დარეგისტრირება. შემდეგ უკვე სოციალისტური მოძრაობა და ამის შესახებაც ვისაუბრეთ. ჰარი ვოტონი რას საუბრობს, რა არის სოციალისტური მოძრაობა? რა კავშირი ჰქონდათ ტროცკის, სტალინს მასონობასთან? რა რიტუალები ტარდება მასონობაში? ამის შესახებაც ვისაუბრებ. და ის ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაზე დღეს დებენ თავს, განვიხილოთ, თუ რა რიტუალებში არიან ისინი ჩათრეულნი, თავისივე ნებით. არა იძულებით, არამედ თავისივე ნებით, იმიტომ რომ მასონობა არის ისეთი რამ, თუ შენ არ იცი, რას მოიცავს ის, შენ არასოდეს არ დაგაწინაურებენ. მასონობაში, რომელიც რეალურად წარმოადგენს შენიღბულ სატანიზმს და ამის შესახებ საუბრობენ ყოველთვის ყოფილი მასონები, იმიტომ რომ მოქმედი მასონი არასოდეს არ ამხელს იმ ორდენს, რომელშიც იმყოფება, მას ფიცი აქვს დადებული. და მე ახლა აგიხსნით, თუ როგორ მოქმედებს ეს შენიღბული სატანიზმი და რა მიზნები აქვს მას. ეს არის ყველა წარმართობის გაერთიანება, რომელშიც მეთაურების როლი ყოველთვის უნდა ეჭიროთ აი ამ მოძრაობის ძირითად შემქმნელებს, იუდეველებს, მაგრამ
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ეროვნების ადამიანები ასეთ ორდენში ვერ დაწინაურდებიან. რა საკვირველია დაწინაურდებიან. მაგრამ მეთაური ყოველთვის უნდა იყოს ებრაელი. ეს არის მათი დაუწერელი კანონი, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც იუდეელმა მღვდელმთავრებმა ითავეს ამ ორდენის შექმნა და მისი სულიერი მამამთავრობა, უკვე გადადის თაობიდან თაობაში ეს ყველაფერი. და ყოლა ცდილობენ ებრაელები რომ იყვნენ მისი მეთაურები, როგორც ჯონ ტოდის წიგნში ილუმინატები და ჯადოქრობა, აი სწორედ მან აღწერა ილუმინატების პოლიტიკური პირამიდა, რაზეც გესაუბრეთ, იქ აღწერილია რომ როთშილდების ტრიბუნალი არის უმაღლესი აი ამ პირამიდაში. შემდგომ მოდის კომუნიზმიც, ტამპლიერების ორდენიც და ასე შემდეგ და სხვა შორის ჰუმანისტების ნაწილი კათვიცნობიერებული იყო თუ რატომ ებრძოდნენ ისინი ღმერთს, თუ ნაწილი არ ებრძოდა ღმერთს, ნაწილი ცდილობდა რომ ათეიზმში გადაეხვია და სხვებიც ჩაეთრია. და რა არის მასონობაში მთავარი? საძულველი მათთვის არის იესო ქრისტე. იმიტომ რომ იესომ გამოისყიდა კაცობრიობა. მასონობაში კი მთავარი არის ლუციფერი. თუ შენ არ იცი რომ ლუციფერი არის ამ ორდენის მეთაური, შენ არასოდეს არ აგამაღლებენ 33 საფეხურამდე. შენ შეგიძლია გაიარო სხვადასხვა საფეხურები, მაგრამ თუ შენ ვერ ხვდები ამას, რომ ლუციფერი არის იქ მთავარი და სული ამ ორგანიზაციისა, შენ არასოდეს არ აღმოჩნდები მის მწვერვალზე. კიდ 32 ხარისხამდე მიაღწიო. მაგალითად, შოტლანდიურ წესში არის ესეთი რიტუალი, რომ ჯვარს უნდა დაადგა ფეხი მე-17 საფეხურზე. თუ არ დაადგამ, გაქებენ, აი სწორად მოქცეულ ხარო, თითქოს და გამოგცადეთო. მაგრამ არ აგამაღლებენ. და თუ დაადგამ, აგამაღლებენ. მაგრამ შემდგომ მიგაღებინებენ მონაწილეობას უკვე 33 საფეხურში იმ სატანურ რიტუალებში, რომელთა შესახებაც გესაუბრებით. მაგრამ რომც არ მოგიწიოს შოტლანდიური წესის აი ამ მე-17 საფეხურის გავლა, ჯვარზე ფეხის დადგმის რიტუალი, უბრალოდ სინდისზე შემოწმების რიტუალიას დაადგამ თუ არ დაადგამ. და თუ შენ მაინც ახვალ 32 საფეხურზე და ვერ გააცნობიერებ რომ ლუციფერი არის მთავარი აი ამ ორგანიზაციაში, მესამედ ვიმეორებ. შენ არასოდეს აგამაღლენ 33-ს და ვერაზროს ვერ გახდები ამ ორდენის მთავარი თანამზრახველი და მთავარი თანამემოქმედე, მთავარი წვლილი შემტანი მის მშენებლობასა და განვითარებაში. და თუ რა არის ეს ორდენი? ახლა კიდევ უფრო ერთი საფეხურით დაბლა ჩავიდეთ ფსკერზე. ელენა ბლავატსკაია, რომელიც იყო ალბერტ პაიკის მსგავსი მასონი, რომელიც თეოსოფიურად სწავლობდა აი ამ სატანიზმს, ის აღნიშნავს, რომ ლუციფერი, ანუ სატანა, არის დაცემული ანგელოზი. მაგრამ ის თურმე დაეცა იმისათვის, რომ კაცობრიობა გადაერჩინა. აი ეს მათი აზრია ასეთი, რომ თითქოს და ღმერთი მას უსამართლოდ მოექცა და ლუციფერი თითქოს და მართალია. და ის კაცთათვის დაეცა თურმე. და სინათლე არის სიბნელე და სიბნელე არის სინათლე. ხოლო ალბერტ პაიკი ლუციფერიანიზმის არს ასე განმარტავდა. 32 ხარისხის წინაშე მან წარმოთქვა ეს ცნობილი სიტყვები. ჩვენ პატივს ვცემთ ღმერთს, მაგრამ ეს არის ღმერთი, რომელსაც თავყანს ვცემთ ყოველგვარი ცრურწმენის გარეშე. ფრანკმასონთა რელიგია მოწოდებულია უპირველეს ყოვლისა ჩვენთან მოვიყვანოთ ისინი, ვინც კი ლუციფერის წმინდა სწავლებით არის ნაკურთხი უმაღლეს საფეხურზე. ლუციფერი რომ არ ყოფილიყო ღმერთი, განა ადონაი, ანუ ქრისტე იქნებოდა იგი? დიახ, ლუციფერი ღმერთია და სამწუხაროდ ადონაის ღმერთია. ციტატის დასასრული. ალბერტ პაიკი აგრეთვე საუბრობდა თავის წიგნში მორალი და დოგმა, რომ არ უნდა ჩაუვარდესო ჩვენი სწავლება ხელში ვულგარულ და გაუთლელ ხალხს, პროფანებს ეგრეთ წოდებულს. მასონობაში ასეთ ადამიანებად მოიაზრება ისინი, ვინც არ ფლობს ცოდნას მასონობის შესახებ. და შევადაროთ ახლა ბიბლიას, იესომ რა თქვა, რომ მე ვარ ჭეშმარიტება და სინათლე. ხოლო მასონებთან როგორ არის? ლუციფერია ჭეშმარიტება სინათლე, ხოლო ჩვენ ქრისტიანები თურმე სიბნელე ვყოფილვართ მათი აზრით. და კიდევ იესომ თქვა, აი ეს ჩანს თუნდაც ავგაროს მეფისადმი მიწერილ წერილში. რამე თუ კაც იქნა
განცხადებულად, არაფარულადო. აქ საუბრობს იესო ქრისტე თავის განკაცებაზე, რომ ის განკაცდა, ანუ ადამიანის იერი მიიღო, ორბუნებოვანი გახდა. რომ ჩვენთვის ეუწყებინა ჭეშმარიტება ადამიანის პირით, იმიტომ რომ ღმერთი რომ მოვლენილიყო, აი თავისი დიდებული არსით, ჩვენ მის სხივებს ვერ გაუძლებდით, მაგრამ ადამიანის პირით გვაუწყა ჭეშმარიტება. ხორცნი მიიღო სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა. ნათქვამია ბიბლიაში. მაგრამ არსირაშია ქრისტე პირდაპირ ლაპარაკობს, არ იმალება. აი სატანისში კი ყველაფერი დამალულია და კიდევ რაზე საუბრობენ მასონები. ცნობილი მასონი მენლი პალმერ ჰოლი საუბრობს იმის შესახებ, რომ მასონობა ეს არის ორდენი ორდენში. და რა იგულისხმება ნეტავი ორდენი ორდენში? აი ის, რაც მე გითხარით, თუ თქვენ ვერ ფლობთ ცოდნას იმის შესახებ, რომ ლუციფერია თავარი აი ამ ორდენში და თუ თქვენ ვერ ხვდებით ამას, თქვენ 32 საფეხურზეც რომ მიხვიდეთ, მაინც ვერ ამაღლდებით. აი 33 საფეხური დაიწყება ნამდვილი მასონობა. და რას წერს მენლი პალმერ ჰოლი ამის შესახებ? როდესაც მასონი გებულობს ხელობის საიდუმლოს, მასში არის ლუციფერის მჩქეფარე ენერგია და სანამ ის გადადგამს ნაბიჯს წინ და მაღლა, მან უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს ამ ენერგიის სწორად გამოყენების ნიჭი და ეს არის ადამიანის სხვერპშეწირვა. აი რა არის მასონობა? შენიღბული სატანიზმი, მაგრამ როგორი ფიცები იდება, თუნდაც პირველი საფეხურიდან. თუ ამას ადამიანი ვერ გააცნობიერებს, რაში მოხდა ის, მაშინ კარგად ყოფილა მისი გონების საქმე. როდესაც პირველ საფეხურზე ასეთ ფიცს გადებინებენ. შენ შედიხარ ახვეული თვალებით, იმიტომ რომ მათი აზრით შენ მანამდე იყავი სიბნელეში და მათთან რომ მოხვდები, თურმე ნათლდები, როცა მე გაგიხსნიან ახვეულ თვალებს. შენდა ფიცს რომ დაამომეგლიჯოს ენა, გამომეჭრას ყელი, დავიმარხო ზღვის სიღრმეებში ან ქვიშაში, თუ კი მე გავტეხო ეს ფიცი. და სხვა შორის, თქვენ შეგიმჩნევიათ ალბათ საიდუმლო საზოგადოების წევრი, პოლიტიკოსები, მსახიობები, ან კიდევ მომღერლები, აი ასე რო აკეთებენ, ან ასე. ეს არის საიდუმლოს შენახვის სიმბოლო, ხოლო ბოლო, რაც მე გაჩვენეთ, ეს არის აი ამ რელიგიის მთავარი სიმბოლო. თვალი, აფარებული. როდესაც აქვთ მასონებს და ცალი თვალი ჩანს, ცალი თვალი სწორედ არის ამ სისტემის სიმბოლო, რომელიც არის სამკუთხედში ჩასმული, ანუ პირამიდაში. პირამიდა კი მენლი პალმერ ჰოლის აზრით ეს არის მისტიური სიმბოლო, უდიდესი დამაკავშირებელი ამ და იმ სამყაროებს შორის, რომ პირამიდას პირდაპირ კავშირი აქვს კოსმოსთან, ის ისეა გეომეტრიულად აგებული. და ეს მეცნიერებამ დაამტკიცა, მაგრამ მასონები ხო ოკულტისტები არიან, მათთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და კიდევ წინსაფარი, როდესაც აქვთ მათ წინსაფარი. რას აღნიშნავს წინსაფარი? ქვის მთლელებად მოიხსენიებენ ისინი საკუთარ თავს. აი იესო რო საუბრობდა მშენებლებზე, მშენებლებმა უარყვეს ქვაო. ზუსტად აი ამას წინასწარმეტყველებს ღმერთი. თუ ვინ იქნება სამყაროს დამღუპველი და დედამიწის უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ მასონები უკვე დედამიწასაც კი ცდებიან თავიანთი ექსპერიმენტებით. ტექნიკურად წინ მიიწევენ და იყენებენ ბოროტად სხვის ჭკუას. რაზე საუბრობენ მასონები უპირველეს ყოვლისა? უნდა გამოითალოს ყველა ლუციფერის სახურად, როგორც ქვისგან შეიძლება ადამიანის გამოთლაო. აი მაგალითად ისინი საუბრობენ აგრეთვე შემდეგი სახის გამოთქმებით, სადაც ხეშჭრიანი ნაფოტით ცვივაო. იმიტომ რომ ერთ-ერთ მასონურ წიგნში წერია, როგორც ქვისგან ჩამოითლება ნაწილები და ხისგან ნაფოტები, აი ასე უნდა მოექცე მათ, ვინც უნდა გამოითალოს ლუციფერის სახურადო, ანუ ჩვენი სისტემის მშენებლობისთვისო. ეს არის 33 საფეხურის მასონისათვის განკუთვნილი სიტყვები, იმიტომ რომ ხოდ იმ საფეხურზე თუ ხდება მასონი, თუ რას ემსახურება. და ეს ნაფოტები ან ქვის ნათალი გულისხმობს უკვე უტილიზებულ ადამიანს, ანუ განადგურებულს. აი როგორც
მშენებლობიდან აგდებენ ზედმეტ მასალას, ეს იქნება ქვის ანათალი, ან როგორც ხის დამუშავებისას ყრიან ნაფოტებს, რაც ხის დამუშავების შედეგად მიიღება. ასე წარმოიდგნენ მასონები და სხვა შორის ისინი ყოველთვის მოიაზრებენ მასიურ მკვლელობებსაც. როგორც ამას აკეთებდა ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, სხვა შორის ლენინი იყო 32 ხარისხის მასონი. ის თითქმის უმაღლეს საფეხურამდე იყო ასული. სტალინი კი 33 ხარისხის იყო, ანუ საფეხურიც. ჰიტლერიც იყო უმაღლესი მასონი. სხვა შორის საიდუმლო ხელი, როდესაც გამოიყენება მათ მიერ, ვერ ამიხვდებოდა თავიდან, რას ნიშნავდა ეგ. ზოგიერთი მე-19 საუკუნეში ბაძავდა მასონებს უმეცრებით. მან არ იცოდა, რომ ეს სიმბოლო იყო მასონური და ეგონათ, რომ უბრალოდ სიყვარულის სიმბოლო იყო, ან სამშობლოსადმი ერთგულების. რეალურად ეს ნიშნავს მასონური ხაზის ერთგულებას, საიდუმლო ხელი ქვია ამ რიტუალს. და სხვა შორის კიდევ, ასე გაკეთება. ეს არის ლუციფერის რქების განსახიერება და ამავე დროს ორი თითი აღნიშნავს დაყავი და იბატონე. ისინი ხომ ცალცალკეა, ასე. ამასაც აღნიშნავს, იმიტომ რომ როგორც ამბობდა კონფუცი, მართავენ არა კანონები, არამედ სიმბოლოებიო. როდესაც ადამიანს აჩვევ რაიმე სიმბოლოებს, ან გამოთქმებს, ან წესს, რეჟიმს, მას თანდათან უჯდება ეს. მონობაც ხო ასე მიიღწევა და ჩვენ ქართველები არ უნდა ავყვეთ ამას, რასაც რუსეთი გვახვევს თავს და რამ სახის მასონობა რუსეთში, სწორედ იქითკენ მიმყავს საუბარი, რა სატანო რიტუალებს ატარებენ თვით კრემლში და მის მორჩილ ეკლესიებში. ალბერტ პაიკი, რომელმაც მასონობა უმაღლეს რანგში აიყვანა ჯუზეპე მაზინისთან ერთად, მან ასეთი დავალება მისცა მასონობას: სამი მსოფლიო ომის ჩატარება, სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობა. სხვა შორის სოციალისტური სახელმწიფო ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირი იგულისხმება. მშვენივრად გააკეთა ტროცკიმ და მისმა ამერიკელმა სოციალისტებმა, რომლებაც ევროპაშიც შეაღწიეს და ცდილობენ ევროპის მოგუდვას და ამერიკის მოგუდვასაც. რისი მთავარი მამოძრავებელი ძალაც არის ფედერალური რეზერვები. სხვა შორის უმაღლეს ხარისხის მასონმა რონალდ რეიგანმაც კი აღნიშნა, რომ ფედერალური რეზერვები არ ემსახურება ამერიკას, ეს არის კერძო ბანკი. შემდგომ განმარტეს დანარჩენმა მეცნიერებმა, ვის ემსახურება ეს კერძო ბანკი: როტშილდებსა და როკფელერებს. და რაც შეეხება ახლა სოციალისტურ მოძრაობას, სოციალისტური მოძრაობა მრავალი განშტოებითაა, ზოგჯერ ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობაცაა. მაგალითად ჰიტლერი. ან ფაშიზმი, როგორც ჰარი ვოტონი ამბობს, ისიც კომუნიზმის ნაწილია, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა სახის სოციალიზმი, ეს არის ბოლშევიზმი. და რა ჰქონდათ მათ საერთო ჰიტლერს, მუსოლინის, სტალინს? ჰიტლერს ჰქონდა შრომითი ფრონტები, სტალინს კოლექტივიზაცია და რა ჰქონდა მუსოლინის კორპორაცია. ასე. ჩემო ქართველებო, ვისაც ეჭვიეპარება იმაში, რომ სტალინი მასონი იყო. და როდესაც მე გადავალ უკვე ბინძურ რიტუალებზე, იქ უკვე ნახდათ დაიმსხვრევა თქვენი კერპი კომუნისტური, ვისაც თქვენ ეთაყვანებით და თანამედროვე ეს თქვენი ეგრეთ წოდებული ქოცური კერპებიც. ის უკვე დამსხვრეულია, მაგრამ მე საფუძვლიანად დავამსხვრევ მის საფუძვლებს. ახლა კი მოგახსენებთ კიდევ რა მოახდინეს სოციალისტებმა და მათი სულიერი ხელმძღვანელი რომ იყო ადამ ვაისჰაუპტი. რას წერდა ვაისჰაუპტი? იმისათვის, რომ დაუბრუნო ადამიანს თავდაპირველი თავისუფლება და თანასწორობა, აუცილებელია დაინგრეს მონარქიული საზოგადოება, ეკლესიური ძალაუფლების ინსტიტუტი და აიკრძალოს პირადი საკუთრება. მეფეები და ქვეყნები გაქრებიან, კაცობრიობა გაერთიანდება ერთი სამართლიანი და გონიერი ადამიანის ძალაუფლების ქვეშ. ეს იყო რასაკვირველია კომუნისტური მანიფესტი, რომელიც მარქსმა ენგელსმა შემდგომ აიტაცეს, ლენინის გავსა, სტალინის გავსა, შემდგომ ხრუშოვი, ბრეჟნევი და ასე შემდეგ. მაგრამ რას ნიშნავს ეს მონარქიის ხრევა? რატომ მონარქიის ხრევა? იმიტომ რომ მონარქია დამონებული იყო მასონობის მიერ და უკვე ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციას, იმიტომ რომ ზოგ რამეში მონარქებმა
უარი უთხრეს აი ამ ილუმინატთა ორდენს, რომელიც ჩამოყალიბდა 1766 წელს. ის არ ემორჩილებოდა ამ ორდენს, მონარქია და ამიტომაც მოშორებულ იქნა. და არა იმიტომ, რომ მონარქები არ იყვნენ მასონები. მასონობა სხვა შორის თუ არსებობს კლასიკური სახით, ის მონარქიის წყალობით არსებობდა, იმიტომ რომ ლუციფერთან ურთიერთობისათვის საჭირო ლოცვები, ბრუჯერია, ანუ ქალთა მამაკაცთა ჯადოქრობა, უმაღლესი სამეფო გვარის წევრების მიერ ტარდებოდა. ანუ სამეფო მასონობა, რომელიც ინახავდა ლუციფერისა და დემონების გამოძახების საიდუმლო ლოცვებს. და შემდეგ ეს კომუნისტებთანაც გადავიდა. სხვა შორის, როდესაც სტალინი ატარებდა ექსპერიმენტებს ჩუკოტკაზე, საიდუმლო ბანაკი იყო ასეთი ჩუკოტლაგ, ანუ ჩუკოტიის ბანაკი. იქ პატიმრებს და აგრეთვე თეოსოფიის მცოდნე მეცნიერებს ერთად ათავსებდნენ სპეციალურ მღვიმეში, იძახებდნენ სულებს. რაც ჩანაწერებშიცაა იქაური გუშაგების, რომ ისეთი ატმოსფერო იყო ბანაკის გარშემო, რომ ჯოჯოხეთად გვეჩვენებოდაო, ამბობდნენ გუშაგები თავიანთ ჩანაწერებში, მაგრამ შემდგომ ეს დოკუმენტები გააქრეს, მერე ისევ აღმოცენდა, როგორც იტყვიან, ჭირი ვერ დაიმალება, ჭირის შესახებ ყველა გაიგებს, რომ სულები დადიოდნენ ბანაკის გარშემო, შავი აჩრდილი, რასაც ხედავდა მცველები, და რომ არსებობს დემონური სამყარო, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც აჩრდილი. მას არ აქვს ფიზიკური ახსნა, ეს არის უკვე სულიერი სამყარო. და ათეისტებო, თქვენ რო არ გჯერათ ასეთების, თქვენ მასონები დაგცინიან. კარგი, ჩვენ ხო ქრისტიანებს დაგცინიან. იმიტომ რომ ეს ბოროტის ბრძოლაა და მათ ზულთ ჩვენი მესია, რომელმაც დაამარცხა ლუციფერი თავისი დაბადებით, სიკვდილითა და აღდგომით. დაცემული სულების სამყაროში საფასური გადაიხდება სისხლით და არა ოქროთ და ვერცხლით, როგორც ბიბლიაში წერია. ხოლო ქრისტემ ჩვენი გადასახდელი საფასური თავისი წმინდა სისხლით გადაიხადა. მან შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, დაამხო სატანა, გაუხსნა სამოთხის კარი კაცობრიობას, რომელიც ადამისა და ევას დაცემის შემდეგ მოკლებული იყო სამოთხეს. აი, რატო ზულს დაცემული სულების სამყაროს იესო ქრისტე. მაგრამ თქვენ ათეისტებო, თქვენ დაცინვის საგანი ხართ. არანაკლები ჩვენზე. იმიტომ რომ კაი, ჩვენ მასონები დაგცინეთ, იმიტომ რომ ძულ ვართ, მაგრამ თქვენ იმიტომ დაგცინეთ, რომ თქვენ საერთოდ არავის იქწამთ, არც ქრისტესი და არც ეშმაკის. აი, თქვენ მასონობა დაგცინით. როგორ შეიძლება არ გწამდეს ქრისტესი, რომელსაც ერკინება მთელი დემონური სამყარო? თუ არ არსებობს ქრისტე, მაშინ ვის ერკინებიან დემონები? აი, უკვე საკუთარვე თავს ეწინააღმდეგებით. და რომ არსებობს საიდუმლო საზოგადოებები, ეს უკვე საიდუმლო აღარ არის და ყველაზე მეტად რუსეთში მოიკიდა მან ფეხი. სხვა შორის, იმის მტკიცებად, რომ სტალინი იყო ილუმინატი, მტკიცდება ეს კგბ-ში აღმოჩენილი წერილით, რომელიც ლაბორატორიაში შეამოწმეს და იქ ილუმინატების ბეჭდით იყო ეს ბეჭედი დადაღული და აი რა ეწერა ბეჭედში. ჩვენი სურვილი ვიყოლიოთ ვატიკანში, ჩვენი აგენტები, ეს არის მიზანი, რომლის შესახებაც ადამ ვაიცჰაუპტი საუბრობდა ჯერ კიდევ 200 წლის უკან. ვერც სტალინმა და ვერც ხრუშოვმა ვერ შეძლეს ამის გაკეთება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამჯერად წარმატება გველის. აი, რაზეა საუბარი? სტალინი კიდევ ყოველთვის პრაქტიკაში იყენებდა თეოსოფიურ წიგნებს, ჯადოქრობის წიგნებს, თვარის კულტს. და ეს საქართველოს შსს არქივშიც კი არის, რომ მას ძლიერ უყვარდა მთვარის კულტი. მთვარის კულტი კი, ჩემო კარგებო, ეს არის ილუმინატიაში ერთ-ერთი ნაწილი. მზის კულტიც არსებობს და მთვარის კულტიც, იმიტომ რომ ეს არის ოკულტური საზოგადოება. და როდესაც მე დავკონკრეტდები ქართული ოცნების მაგიური გატაცებებით, იქ საერთოდ როგორც იტყვიან, შეგაჟრიალებთ შიშისგან. იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებზე წავა საუბარი. ეს არის უმაღლესი სახის ჯადოქრობით გატაცება, რითაც გატაცებულია ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილი. აი ასეთი ბრმა როგორ უნდა იყოთ. აი მაგალითად, ისტორიულად არსებობს სურათები ლენინისა, რომელიც ზის მასონურ ლოჟაში და მას აქვს წინსაფარი.
დავიწყებ ახლა მასონურ რიტუალებზე გადასვლას. წინსაფარი სიმბოლოა ქვის მთლელების ორგანიზაციის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მასონობაში 33 საფეხურზე ასვლის შემდეგ გამოიყენება პედოფილიის, მამათმავლობის, ჯგუფური ორგიის, იგივე ჯგუფური სექსის რიტუალები, აი წინსაფარს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე, რომ ის ფარავს სასქესო ორგანოს. და მე ვისაუბრებ სექსუალური და სისხლიანი რიტუალების არსის შესახებ, რაც ტარდება მასონობაში. და თქვენ გონიათ ამ უმაღლეს რიტუალებს არ გადიან აი ამ რეჟიმის წევრები? უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი ხარისხის მმართველები გადიან ამ რიტუალებს, ვინც არის გატაცებული ამ ოკულტიზმით. დავიწყოთ საუბარი ჯერ სხვერფშეწირვაზე. არსებობს ასეთი წინსაფარი, რომელსაც იშვიათად იხილავთ. ეს არის თავმოკვეთილი ფიგურის და ხმლიანი ხელის გამოსახულების მქონე წინსაფარი. 33 საფეხურზე, როდესაც ადის მასონი, ის კვლავ თვალახვეულია, შეუძლებელია სხვა საფეხურზე მან ასეთი რამე იხილოს, როდესაც მას მოხსნიან სახვევს თვალიდან, ის იხილავს წყლიან ტაშტს, იქ დადებულ ჭიქას და მოკვეთილი თავი დევს. ის კითხულობს, რა შუაში აქ მოკვეთილი თავიო? მას მაგისტრი დაადებინებს ფიცს, მას დააკავებენ ცალხელში მოკვეთილ თავს და ცალხელში კიდევ ხმალს. და ეს არის რეალური თავი. ისევე როგორც ის სასმისები ადამიანის თავის ქალისგან, საიდანაც ისმევა ღვინო მასონურ რიტუალში. და ეს ყველაფერი მე მოვკრიბე მასონური ლიტერატურიდან, რომელიც თანდათან გახდა საჯარო. სხვათა შორის, არსებობს ისეთი წყარო მაგისტერიალ პრივილეჯი, სადაც საუბარია, რომ 1773 წლიდან ყოველი პაპი ვალდებული იყო გაეარა ბავშვთა მსხვერპლშეწირვის სატანური რიტუალი. აი ეს არის იეზუიტების ორდენის არსი, მალტის ორდენიდან გამომდინარე. აი აქედან გამომდინარეობს მთელი სატანიზმი, რომელსაც მოიცვა ვატიკანი, თუმცა არსებობდა ისეთი პაპებიც, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებოდნენ. კლიმენტი მე-12-მ განკვეთა ყველა ის კათოლიკე, ვინც საიდუმლო საზოგადოებებში იღებდა მონაწილეობას. აგრეთვე ლეო მე-13 ამბობდა, რომ მასონობა ცდილობს წარმართული კულტების აღორძინებას და სატანის სამეფოს დამყარებას დედამიწაზე, მაგრამ იოანე პავლე მეორე-მ აკრძალა ყოველგვარი აკრძალვა მასონობის მიმართ და დართო კათოლიკეებს ნება, რომ საიდუმლო საზოგადოების წევრები გამختარიყვნენ. და თავად ეს პაპი, როგორც ვილიამ კუპერის წიგნში წერია უფრთხილდით თეთრ ცხენს. იქ წერია, რომ პაპი ომის დროს მუშაობდა გერმანიაში და თანამშრომლობდა გაზის კამერებში იმ გაზის საწარმოებლად, რომლითაც გუდავდნენ ებრაელებს და დანარჩენ პატიმრებს, ვინც ნაცისტებს უნდა გაენადგურებინათ. შემდეგ გაიქცა პოლონეთში, კარდინალ ვოიტილას სახელით ცნობილი პაპი გახდა. ვატიკანი მე-20 საუკუნეში დამორჩილებული ყავთ აი ამ სექტის წარმოადგენლებს და ზოგიერთი პაპი თუ შეეწინააღმდეგება, თორემ სხვა შორის ვატიკანი და რუსეთის ეკლესია რომ თანამშრომლობენ, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო, რომ ნიკოდიმოს როტოვი, ეს მამათმავალი მღვდელი, მომუშავე კგბ-ზე, იყო ფარული კათოლიკე კარდინალი. და ამის შესახებ ხო იყო საუბარი, რომ ბოლშევიკებს უნდა ყოლოდათ ვატიკანში თავიანთი აგენტი. სხვა შორის სტალინის მითითებით ყოველთვის ეჟოვი ნერგავდა აგენტებს ეკლესიაში, ეჟოვის გამოუქვეყნებელ წერილებშიც აეს. და სხვა შორის წერის ალბერტ პაიკის სურვილის ასრულება და ადამ ვაისჰაუპტის რაც წერდა პაიკი, რომ ვატიკანიც და ყველა დანარჩენი ეკლესიაც უნდა იმართებოდეს მასონობის მიერ, რომ ვატიკანში უნდა ჩაინერგოს უპირველეს ყოვლისა აგენტები, რადგან დიდი გავლენები აქვს ვატიკანს. იმავეს ამბობდა მისი წინამორბედი ვაისჰაუპტი. შემდგომ უკვე სტალინიც ცდილობდა ამისათვის მიეღწია, მაგრამ ბრეჟნევმა მიაღწია მხოლოდ რომ საბჭოეთმა უდიდესმა მასონურმა სახელმწიფომ, რომლის სიმბოლიკაც მთლიანად არის მასონური, მაგალითად ჩაკუჩი და ნამგალი
მასონობაში ნიშნავს სისხლს და ძალაუფლებას. ჩაკუჩი ძალაუფლების სიმბოლოა, ნამგალი კი სისხლის. ეს არის სისხლით დამყარებული ხელისუფლება. აი ასეთ იმპერიას სურდა რომ ვატიკანში ყოლოდა აგენტები და იყოლია კიდეც. მაგრამ რისკენ მიმყავს ახლა საუბარი? უბრალოდ ჩამოვთვალე რა სისხლიან რიტუალებზე არიან წამსვლელები. ახლა კი სექსუალურ რიტუალებზე ვისაუბრებ. პედოფილია ხო არ ახალია ასეთ ორდენებში. სხვა შორის სტენლი კუბრიკის ფილმში ფართოდ დახუჭული თვალებით საუბარი არის იმაზე, თუ რა რიტუალები ტარდება, მაგრამ ამოჭრილი იყო იქიდან 24 წუთიანი სცენა პედოფილიის. და ამაზე ეწერა ინტერნეტში, საერთოდ როგორ გარისკა სტენლი კუბრიკმა ფილმი, რომ დაედგა ასეთი სახელწოდებით ფართოდ დახუჭული თვალები. რატო ფართოდ დახუჭული თვალები? იმიტომ რომ ვისაც ფართოდ აქვს დახუჭული თვალები აი ასეთების მიმართ ის ვერ იხილავს თუ რა ტრიალებს მის ირგვლივ. რაც შეეხება ახლა ზოგადად სექსუალურ რიტუალებს, უპირველეს ყოვლისა მასონურ სიმბოლიკაში გამოიყენება ბოდიშს გიხდით, მაგრამ ციტირება უნდა გავაკეთო, ფეხგაშლილი ქალის ფიგურა და სხვა შორის ფარგლის საიდუმლოც ყოფილმა მასონებმა ახსნეს ორი ფარგლის, ერთი არის ქვემოთ, მეორე კი არის ზემოთ და მათ შორის არის G. ერთი შეხედვით გეომეტრიას აღნიშნავს, მაგრამ მასონთა ბინძური რიტუალებიდან გამომდინარე ეს არის სექსის კულტი. ქვემოთ მდებარე ფარგალი გაშლილი ქალს აღნიშნავს, ზემოთ გაშლილი ფარგალი მამაკაცს, რომელიც ზემოთ არის მოთავსებული. ეს არის სექსის სიმბოლო მასონურ ორდენში. და G, რაც გეომეტრიას ნიშნავს, რეალურად მისი ახსნა არის გენეზის, დაბადება, გაგრძელება გენის, მასონური გენის. ეს იგულისხმება და ზოგჯერ არსებობს ესეთი წინსაფრები, სადაც G არ შემოწმულია უცნაური სახის მზისხივებით. ან გავს ეს მზისხივები მზეს, ან წყლის წვეთებს გავს. იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე არის დახატული. და რეალურად ეს ახსნეს იმით, რომ იქ არა მზისხივები და წყლის წვეთები, არამედ სპერმაა გამოსახული. და მასონობაში არსებობს ისეთი კადრები გადაღებული ლოჟაში, ვიდეო კადრები, სადაც მეძავი მასონი მამაკაცების წინაშე ასრულებს კამასუტრას, ანუ ინდური რიტუალური ორგიების პოზებს. და ეს არის არახალი მათთვის. მაგრამ დავიჯერო ქართულ მასონობაში არ არსებობს ეს, რამდენი მამათმავალია ქართულ ოცნებაში და რამდენი მამათმავალი იყო კომუნისტურ მასონობაში დაწყებული სტალინიდან, ლენინიდან. იმიტომ რომ ლენინი გარდაიცვალა ნეიროსიფილისით და არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ის ორგისტიც იყო. სტალინი კი ტუჩებში კოცნია ამერიკის ელჩ უილიამ ბულიც, რომელიც თავის წოლს წერდა, რომ სტალინი უცნაური ადამიანია. ის თავის აგარაკზე კაცებს აცეკვებს ერთმანეთთან. ბერიას ჩათვლითო. და თვითონ არც ეკავს, მხოლოდ უყურებს და მე თვრალმა მომიზიდა და მაკოცა ტუჩებშიო, წერს უილიამ ბულიტი თავის წოლს. ეს არის მისი მემუარები. აი ასეთია თქვენი ბოლშევიკური სისტემა, რამდენი ბორდელი იყო კომუნისტების ფარული ბორდელები და კაზინოები, სადაც ახალგაზრდა გოგოები იყო შერჩენილი პარტელიტისათვის სპეციალურად საგანგებოდ შერჩეული. აი საუკეთესო ლამაზი გოგოები, ისე როგორც მეფის რუსეთში სამეფო ბორდელი არსებობდა და მსახურ გოგონებს ისე ექცეოდნენ როგორც ნახირს, გამოიყენებდნენ და მიაგდებდნენ. და სამეფო რუსეთში, ანუ მეფის რუსეთში, როგორი ორგიები ტარდებოდა, ამის შესახებ საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ აი ელჩები აკვირდებოდნენ ამის შესახებ. ჯერ კიდევ მასონობის ოფიციალურად შესვლამდე რუსები იყვნენ იმდენად გარყვნილები, რომ ცოლებს აქირაებდნენ და ბიჭუნებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რომ ბიჭუნებთან ეცხოვრა. და შემდგომ პეტრემ რო შემოიტანა იქ მასონობა და როდესაც გაჩნდა უკვე რუსეთში და მეფის
მედლებზე, სამეფო ნიშნებზე, მასონური თვალის სამკუთხედში და ასე. ორგიებმა ხო საერთოდ ზვავისებრი ხასიათი მიიღო. განსაკუთრებით ეს რომანოვების დინასტია რო შეიცვალა ჰოლშტაინებით. ერთი-ორად ხო გაიზარდა იქ მასონობა. უბრალოდ აღდგა, იმიტომ რომ მასონობის ნიშნები მანამდეც იყო რუსეთში. იმიტომ რომ ტარტარიაში და ხაზარეთში დიდად პასობდა იუდაისტური ელიტა. იუდაისტურ ელიტაში კი იყო მასონობა. და რასაკვირველია, ეს ვერ ჩაივლიდა საიდუმლო რიტუალების გარეშე. მაგრამ პეტრე პირველმა ხო სრულყო ეს. და რაც რუსეთში ტარდებოდა ქალთა მამაკაცთა აღვირახსნილობა 1917 წლიდან ლენინის დროს, როდესაც უკვე ქალი საერთო საკუთრებად იქცა. მანამდე ხო რუსეთში კიდევ არსებობდა მამამთილის და რძლის სექსუალური ურთიერთობა, სნახაჩისტო, ასე ქვია რუსულად. და შემდგომ ხო ამან ზვავისებრი ხასიათი მიიღო, როდესაც ლენინმა აღვირახსნილობა გამოაცხადა. სტალინმა მარტო იმიტომ გააუქმა ეს, რომ ეშინოდა აჯანყების, იმიტომ რომ ხალხი ამას არ შეეგუებოდა. აი ასეთი იყო თქვენი საბჭოეთი და თქვენ კიდევ იძახით, რომ ეს არის ნორმალური სახელმწიფო და ის არ არის მასონური. რო იძახით, რომ ჰოლივუდში არის ფარული კულტი, მოსფილმში არ იყო? მოსფილმის მსახიობებს პარტელიტის წევრები იყენებდნენ როგორც მეძავებს, ახალგაზრდა გოგონებს. ვერავინ დაწინაურდებოდა, თუ არ გაივლიდა, აი როგორც იტყვიან, პარტელიტის სარეცელს. აი ასეთი იყო თქვენი საბჭოეთის მასონური ელიტა. და რამდენი მამათმავალი იყო ბოლშევიკურ სექტაში, ყველა მიცის. რამდენი იყო საბჭოეთის დროს მამათმავალი. და თქვენ კიდევ ევროკავშირზე იძახით სისულელეებს. ევროკავშირი გაგვამამათმავლებსო, გაგვაურჯულოებსო. ევროკავშირს არ დაუნგრევია ჩვენი ტაძრები. ის ჩვენ გვიშენებს ტაძრებს, ის ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და აცხადებს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ ისინი, ვინც ვართ, მართლმადიდებლები. და რუსეთში რო ტარდება გეი პარადები, ამაზე რა სიტყვით? ახლა პუტინმა ვითომ დროებით აკრძალა, იმიტომ რომ სპეკულირებს ეს პედოფილი ეროვნული ფასეულობებით. რა ეროვნული ფასეულობები აქვს რუსებს? მამათმავლებს, კვლელებს და უღმერთოებს ჯვარსამოფარებულ ეკუმენისტებს, რომლებმაც სხვადასხვის პირველებმა გაერთიანეს ქრისტიანობა და ისლამი. მაშინ როდესაც ევროპაში ამაზე ფიქრი არ ყოფილა. სანამ მასონობამ არ დაიწყო იქ დაპყრობა სოციალისტების სახით მთელი ევროპული საზოგადოების, მაგრამ არ გამოუვიდა არაფერი სოციალიზმს იქ. და თქვენ რომ სულელნო ბოდავთ ევროკავშირზე, რომ თითქოს და ის ჩვენ გადაგვაგვარებს. ჩვენ ვერავინ ვერ გადაგვაგვარებს. ჩვენ ვრჩებით მართლმადიდებლურ სახელმწიფოდ. ევროკავშირში არსებობს ესეთი კანონები. თუ შენი მოსახლეობის უმრავლესობა რეფერენდუმზე ირჩევს იმას, რომ შენ ქვეყანაში არ ტარდება პრაიდები, იმიტომ რომ ტრადიციული ხარ, იყავი ტრადიციული. ვერავინ ვერ მოგვახვევს თავს პრაიდებს. იმიტომ რომ ჩვენ გასაგებია არავითარ შემთხვევაში არ ვუსწორდებით არავის, ამას აკეთებენ მხოლოდ რადიკალები მდგომარეობის გასამწვავებლად. აბრაამი და იესო არავის სცემდნენ. ჩვენ ქრისტიანულად ვუხსნით ყველას, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვამბობთ, რომ განსხვავებულობით, მაგრამ არანაირი პრაიდები. ამას გეუბნებით მე, აქციის მონაწილე, რომელიც ემხრობა ევროკავშირს. და ზოგიერთები რომ წერთ, რომ ჩვენ ყველა ვართ მასონები და აგრეთვე მიგრანტებს შემოგვიყრის ევროკავშირი. მიგრანტებს რუსეთი გიყრით. ევროკავშირი აბრუნებს ყველა მიგრანტს თავის ქვეყანაში. რუსეთს კი ისინი ჩაყავს რუსეთში. და შემდეგ ჩვენ გვიყრის აქ, რომ მიგრანტების შიშით რუსეთი ავირჩიოთ. ეგას მოხდება. არა, არავითარ შემთხვევაში. აქ ეს არ მოხდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არც მიგრანტებს შევეგუებით და არც რუსებს. რაც შეეხება ახლა მასონობას, ვინ დაათრევს ხეებს? ვინაა შეპყრობილი დრიადომანიით? ვინ მიირთმევს კატის ღვიძლს და ყვავის ღვიძლს? ვინ აგროვებს თავის
დენდროლოგიურ პარკებში ასწლოვან ხეებს, იმის იმედით, რომ ის ძალას მისცემს, რაც პირდაპირ მასონთა ეზოტერიკული სწავლება, რომ ხეები ძალას იძლევა. ბიძინა ივანიშვილი ხომ არა? ვინ ეკაჩება შამანებს რუსეთიდან, ვინ ატარებინებს მათ რიტუალებს? სხვადასხვა ეკლესიაც რო გვეძახის ჩვენ აქციის მონაწილეებს მასონებს. ვინ არის პედოფილი? ვინ არის მამათმავალი? ვინ ხწნიდა ბავშვებს საკურთხევლებში? და სხვა შორის იყო ასეთ შემთხვევები სოხუმშიც, ბიჭვინთაშიც და ილორის ეკლესიაში, რასაც შეესწრნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც შემთხვევის შეაღეს ეკლესიის კარი. ეს იყო კომუნისტების დროს, სადაც მღვდლები მეძავებთან ფილაციით იყვნენ დაკავებულნი, ანუ ორალური სექსით. ორალურ სექსს აკეთებინებდნენ მეძავ ქალებს ეკლესიაში მოყვანილებს პირდაპირ საკურთხეველთან. არსებობს ასეთი საშინელი შემთხვევები საქართველოს ისტორიაში და რა ხდება კიდევ სამების ტაძრის ირგვლივ, საპატრიარქოს ირგვლივ, ჩვენ კიდევ გავარკვევთ. ყველა მღვდლის ბოროტება რო გასაჯაროვდეს, ბევრი ციხეში ჩაჯდება. და რა კი არ ტარდება ჯერ რუისურბნისი, მაგრამ დღეს ჩატარდეს საშობაო და მე გეუბნებით თელ ამ სიმართლეს, რაც ვიცი მასონების შესახებ და მასონური ლიტერატურის შესახებ. რაც წამიკითხავს, რაც გამიგონია ინტერნეტში შემოწმებული მასალები, რეალური მასონური ლიტერატურა, რასაც გავეცანი, რასაც ახლა გიყვებით, ეს არის ის მასალა მასონური, რასაც მე გავეცანი ინტერნეტშიც. იმიტომ რომ წიგნები მასონური იშვიათად მოიპოვება. შეუძლებელია თითქმის მათი პოვნა თუ ვინმეს არა აქვს. ერთხელ ერთმა ებრაელმა თბილისში მათხოვა. არ ვიცი საიდან ქონდა მას ეს, სავარაუდოდ შეიძლება ის ეკუთვნოდა რამე ძველ ორდენს, მაგრამ ჩამოსცილდა. თორე მორალი და დოგმა იშვიათად მოიპოვება სადმე ეს წიგნი. ბევრი ვინმე გამიცნია მე თბილისში, ვისაც ქონდა შეხება ამასთან. და ერთ-ერთ ქალბატონს სხვა შორის თემქაზე შვილი მოუკლეს. ქალიშვილი. შესწირეს აი ამ სატანისტებმა. მან სასამართლოსაც მიმართა, მაგრამ ამაოდ, ამიტომ ბნელ ადგილებში სიარულს მოერიდეთ და ბნელ მღვდლებთან ურთიერთობასაც. და საერთოდ ტაძრების სიღრმეებში, როგორც იტყვიან, რა ხდება და საიდუმლო ნიშებში. კიდევ გასარკვევია. და კიდევ გასარკვევია ზოგიერთი ტაძრის ქვეშ ან საპატრიარქოს ჯურღმულებში რა იმალება, როდესაც შორენა თეთრუაშვილი ბრუჯერიითაა დავადებული და დაკავებული, ანუ ჯადოქრობით, რისთვისაც ის ერთმა დედაომ ამხილა, რომლის მკვლელობაც სცადა მკვლელმა შორენა თეთრუაშვილმა. ძალიან მეძნელება ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ჩავსულიყავი ამ ფსკერზე, აღარ შემიძლია უკვე რა, აღარ შემიძლია. აი საშობაოდ ამას მიუმართავ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც არ იცის ვიუნზის ეკლესიაში და ზოგიერთი მღვდელი გონიათ პატიოსანი. რატომ ჩაატარა დავით აღმაშენებელმა რუისურბნისი? იმიტომ რომ რუისურბნისი ნაღდად იყო ჩასატარებელი. უკვე აღარ შეიძლებოდა. და ახლა სანამ მოეწყობა მეორე რუისურბნისი, ჩვენ ხალხმა უნდა ჩავატაროთ ის, თითოეულმა ჩვენთაგანმა. თუ ჩირაღდანი ჩაქრა, ციცინათელამ მაინც უნდა გაანათოს. აი ამას გეტყვით მე თქვენ. და კიდევ თქვენ თუ გონიათ, რომ ეს რეჟიმი არ არის წამსვლელი აი სატანიზმზე, გაიხსენეთ თუნდაც აიდიზაცია, აიდი-ბარათების თავს მოხვევა საქართველოსთვის. ევროკავშირი ჩვენ თავს არ გვახვევდა აიდი-ბარათებს. ჩვენ გვახვევდა ამას თავს, ეს ქართული ოცნება. მიხეილ სააკაშვილის დროს ეს ნელ-ნელა შემოდიოდა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ვინ ყავდა მას მთავრობაში. და რად ტრანსფორმირდა მისი პარტიის ნახევარზე მეტი ქართულ ოცნებად. თვითონ მიხეილ სააკაშვილი მოვიდა პოლიტიკური გარიგებით, ასე თუ გაინტერესებთ. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ეს არის ფაქტი. ერთი იქიდან გამომდინარე, რომ ის და პეტრო პოროშენკო ახალგაზრდობაში იყვნენ, როგორც ვიტალი მალომუჟი ამბობს,
უკრაინის დაზვერვის და KGB-ს ყოფილი წევრი ვიტალი როგორც მახსოვს მალომუში რომ მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო შედიოდნენ KGB-ში და სააკაშვილი ვინ შეიყვანა იქ ხო გასაგებია ბიძამისმა თემურ ალასანიამ და შემდგომ არ არის გასაკვირი რომ მას მიებმებოდა ისეთი კუდები შევარდნაძის და ივანიშვილის რომლებიც მიანიშნებოდნენ მას რომ ჯობია რუსეთთან იმეგობრო ეკონომიკურად და 2008 წლის ომი ხო ვიცით პუტინმა როგორ დაიწყო პუტინი სადაც ხედავს ღია კარს და სადაც ხედავს ის დიპლომატიურად მის მიმართ გაშლილ ხელს ის ყველგან იჭრება უკრაინაშიც ასევე შეიჭრა იმიტომ რომ ზელენსკი ემეგობრებოდა პუტინს თავიდანვე არ შეიძლება რუსეთთან მეგობრობა დიპლომატია ვერაფერს ვერ მოაგვარებს მასთან ის ხედავს რომ შენ ემეგობრები და ყველაზე ვერაგულ მომენტში დაგარტყამს მაგრამ მე რისკენ მიმყავს საუბარი აიდიზაცია და ჩიპიზაცია უბრალოდ როგორმა რეჟიმებმა შემოგვიტანეს აი შევარდნაძე ის საფუძველს უყრიდა ამას როდესაც ქართული პირადობებიდან თანდათან ცდილობდა მამის სახელის გაქრობას და ეროვნების შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილის დროს შემოვიდა ეს სისტემა მაგრამ ივანიშვილმა ის საყოველთაოდ და სავალდებულოდ აქცია აი ეს ID ბარათევის სისტემა და ახლა ბიტკოინებს რომ კურირებს და ციფრული ფულის შემოტანა რო უნდა ვისი ოცნებაა ნეტავი ეს სოციალისტში წერია უნდა გაქრეს ნაღდი ფული და ყველაფერი უნდა იქნეს საბარათე სისტემაზე თქვენ არ გჯერათ აი რო არის ბიბლიაში აღწერილი აი ნებისმიერი რამ რაც ბიბლიაში იყო აღწერილი უკვე ახტა ეს არის თუნდაც აი მაგალითად რამაც გამოიწვია ნამდვილი მართლმადიდებლების პროტესტი ეს იყო შტრიხ-კოდი რა არის შტრიხ-კოდი თვითონ ჯორჯ ჯოზეფ ლაურერი მის შემქმნელი აღიარებს რომ ორობითი სისტემის მეშვეობით შეიქმნა ეს შტრიხ-კოდი და რა არის მასში აი ამ შტრიხ-კოდში 3 ჩამოგრძელებული ნიშანი 3-6-იანს აღნიშნავს თვითონაც აღიარებს ამას, მაგრამ ის არ მიიჩნევს ამას საშიშად, იმიტომ რომ ის მასონია. მას არ აინტერესებს ეს ქრისტიანული თვალსაზრისით. საიდან და რატომ 6-6-6? იმიტომ რომ 666 იყო იუდეველებისათვის გადახდილი ხარკის საზომი, ხოლო შემდგომ მასონობაში ის იქცა ერთ-ერთ მთავარ ოკულტურ მნიშვნელობად, დედამიწის ვიბრაციის საზომ ერთეულად. არსებობს მასონობაში ასეთი ცნებები, იმიტომ რომ ისინი ყველაფერს ოკულტიზმს უკავშირებენ. აი რა ხალხთან გაქვთ საქმე და თუ თქვენ გეპარებათ იმაში ეჭირო ბიძინა ივანიშვილი მასონია და თეაწულუკიანი, არ ვიცი. რაზე უნდა ვისაუბროთ? ან როდესაც თენგიზ შარმანაშვილი ეს ჯაბა იოსელიანის თანამზრახველი გეუბნებათ რომ დაიხრიტებით. საიდან მოდის ნეტავი ასეთ საუბარი? ან თუნდაც აიათოლასგან საუბარი დახვრეტაზე და მოქმედებებიც. ჩინეთში მაგალითად გილიოტინების არსებობა. ჩინეთი იყო პირველი ემხრობა თავისი მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯა და საყოველთაო ჩიპიზაციას. ხო წერია ბიბლიაში და ვნახემე სულნი თავმოკვეთილთა, რომლებაც არ მიიღეს მხეცის ნიშანი შუბლზე ან ხელზე. საგეთდება სქემა, ჩიპი, შტრიხ-კოდი. ზოგადად, ვინც უკვე ჩაისვა. არსებობს ესეთი ადამიანები, რომლებიც კერძო კორპორაციებში მუშაობენ და ისვამენ მას ხელში. მაგრამ როგორც არონ რუსომ განაცხადა, რომელიც პირადად იცნობდა როკფელერს და ამას შეეწირა კიდეც ამ საიდუმლოების გაგებას, როგორც განაცხადა როკფელერმა. ჩვენ ყველგან დავანერგავთ ჩიპებს, ყველას დავარწმუნებთ სოციალიზმის სიკეთეში, ის შევა ყველას ხელში. და ვინც პროტესტს გამოთქვამს და ჩვენს წინააღმდეგ წავა, ჩიპს გაუთიშავთო, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რომ ეგრეთ წოდებული ნუახიდის კანონები მოიაზრებს თავის მოკვეთასაც, პირდაპირ წერია მათში ასე. და ეს არის საიდუმლო იუდაისტური კანონები. ვინც შეეწინააღმდეგება ასეთ სოციალისტურ სისტემას, თავს მოჭრიან, რა თქვენ გონიათ საბჭოთა კავშირში არ იყო გილიოტინები. გახსოვთ რომ გესაუბრეთ მასონური წინსაფრის შესახებ, სადაც თავმოკვეთილი
ფიგურაა ასახული. აი ამას გიმზადებთ ეგ სატანური სისტემა, რომელიც თავისი მღვდლების მეშვეობით ზოგჯერ თითქოს და ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და ზოგიერთი მღვდელი რო თითქოს და ჩიპიზაციას და აიდიზაციას გმობდა და აი ამ დაგეგმილ პანდემიებზე საუბრობდა. მაგრამ არასოდეს დაცდებოდა ვინ კურირებს ამას. აი ერთადერთი ბერი, რომელმაც ამხილა ეს სისტემა, არის სქემგდელმონაზონი ზოსიმე ბერიძე. და რატომ დუმსის დღეს? იმიტომ რომ ეს სამღვდელოება თავისი 99 და 9%-ით მას არ ამოუდგა. აი სქემგდელმონაზონი ზოსიმე ბერიძე არის ნამდვილი ბერი, ისევე როგორც მამა დოროთე ყურაშვილი. ეს არ გეგონოთ ვინმე ბასილ მკალავიშვილი, ექსტრემისტი მღვდელი, რომელმაც გაამართლა გავრილოვის ღამის დროს ჩვენი ახალგაზრდებისათვის თვალების დათხრა. ბასილ მკალავიშვილში არ შეგეშალოთ ვინმეს აი ამ ცრუ მღვდელში. მე ვგულისხმობ ნამდვილ სამღვდელოებას. წერია რომ ბოლო ჟამს ცოტანი იქნებიან სიმართლის თქმელნი, მაგრამ არ შეგეშინდეთ ვინც შეეწირება სატანურ სისტემასთან ბრძოლას აუცილებლად ცხონდება. შოთა რუსთაველმაც დაგვიწერა ეს ბიბლიის მიხედვით, ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი. სული არსებობს, ჩემო კარგებო, 64-ს არსებობს და ჯოჯოხეთიც არსებობს. ჯოჯოხეთი რომ არსებობს, ამის მთავარი დამადასტურებელი ნიშანია მისი ძალებისადმი მსახურთა არსებობა. თუ არ არსებობს ჯოჯოხეთური ძალები, მაშინ ნეთაყვანება. და თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ვის ეწინააღმდეგებიან ეს სატანისტები? ჩემო გაათეისტებულო ქართველებო, გამოფხიზლდით. არის ამ ქვეყნად სიკეთეც და ბოროტებაც. გააჩნია რა გზას გაყვებით თქვენ და ყოველდღე რო იკითხოთ ლოცვა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. აი როგორც მე ვკითხულობ. იკითხეთ ავგაროზ მეფის ლოცვაც. იყოლიეთ სახში მერკური კესარიელის ხატი. ამობეჭდეთ ბოლო-ბოლო თუ ეს ხატი არსად იწერება, იმიტომ რომ მერკური კესარიელი სასწაულმოქმედი ხატია და გამოსახულება. მან როგორ გაანადგურა იულიანე განდგომილი, წაიკითხეთ ამ სასწაულის შესახებ. ის ისეთივე სათაყვანებელი იყო ძველ საქართველოში, როგორც წმინდა გიორგი, მაგრამ მიივიწყეს აგრეთვე 10,000 არარატელი მოწამე ქართველებმა. მიივიწყეს ქართველებმა აგრეთვე ბევრი რამ და იმიტომაც მოგვერია ეს ეშმაკი და სატანა ამ სისტემის სახით, რომელიც რუსეთს წარმოგვიჩენს მართლმადიდებლურად და ევროკავშირს დემონურად. მაშინ როდესაც ევროკავშირში არსებობს სიტყვის უფლება. და რაც შეეხება ანტიქრისტეს, თქვენ რო იძახით ანტიქრისტე მოვაო და დასავლეთიდანო. ანტიქრისტე არავინ იცის საიდან მოვა. იმიტომ რომ ბიბლიაში არის აღწერილი რა ღმერთს ეთაყვანება ანტიქრისტე. ებრაულად ორიგინალში წერია მაოზინ. მაოზინ პირდაპირ. რაც რაღაცაზე მინიშნებაა მე მგონი. რომელ რელიგიაზეა ნეტავი მინიშნება, რომელი ღმერთი ეყოლება ანტიქრისტეს, ანუ სოფლიო ტირანს. ანტიქრისტე პირდაპირ მნიშვნელობით კი არ არის დემონი, ეს არის დემონური სულის მატარებელი ადამიანი, სოფლიო ტირანი, რომელიც რაღაცნაირად ხელში ჩაიგდებს ძალაუფლებას. და მისი მთავარი რელიგია იქნება მაოიზმი. გახსოვთ წითელი ქმერები კამბოჯაში, რომლებიც ანადგურებდნენ ადამიანებს, აი პოლპოტისნაირი ადამიანები. აი ისინი ეთაყვანებოდნენ მაოიზმს. და ამ სატანური სისტემის ქართული ოცნების რელიგია ეს არის მაოიზმი. ისინი არიან მაოისტები, მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, როგორც ამ მასონურ ლიტერატურაში არის მითითებული. და ამიტომ მე გირჩევთ, ჩართოთ გონება. ამისთვის ჩაგიყვანეთ მე ახლა ამხელა ფსკერამდე. და თქვენ რომ მიგაჩნიათ, რომ ეს რეჟიმი არის სუფთა, წმინდა და ასე შემდეგ. მე არ მეშინია არც სიკვდილის, არც პატიმრობის, არც გილიოტინირების, იმიტომ რომ ღმერთი ამბობს ბიბლიაში, ვინც იტანჯებოდეს დედამიწაზე, უფალი შეიწყნარებდეს ცათა შინა.
ადამიანი იმისათვის დაიბადა ამ ქვეყანაზე, რომ უფლის სიტყვა აუწყოს. რასაკვირველია, ადამიანს აქვს სიხარულის უფლება, ადამიანს აქვს შვების უფლება, მაგრამ საზღვრებში. თქვენ რო გონიათ, რომ ცხოვრება არის თავაშვებულობა და სუფრა ღრეობა დაგციეთ. არ არის ასე. ყველაფერს თავშეკავება მართებს, ჩემო ქართველებო. საჭიროა იყო მორწმუნე ნამდვილი. აი მე მაგალითად სანამ ყველა კანონს ღვთაებრიოს ვერ შევასრულებ, მე ვერ ჩავითვლები მორწმუნედ. მე ვცდილობ გავხდე მორწმუნე. მე ჯერ არ ვარ მორწმუნე, იმიტომ რომ ჩემში რისხვა დუხს. და რისხვა არის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა, მაგრამ ეს რისხვა რითაა გამოწვეული, ვინ ჩაგვაგდო ამ ხელა ცოდვაში? ამ რეჟიმმა, რომელიც სამშობლოს გართმევს და აბა არ განრისხდე ასეთ დროს, როდესაც მალე ჯვარს გაგითელავენ უცხო მიგრანტები რუსების ჩათვლით, რომლებმაც გაგიუქმეს სახელმწიფო და რომლებიც მალე ეშმაკმა იცის სად წაგათრევენ. სწორედ რომ ეშმაკმა. იმიტომ რომ ეშმაკს ემსახურებიან ესენი. როდესაც ისინი ჯერ დაგარბევენ, შემდეგ კი თავიანთი მორჩილი სამღვდელოების ჩათვლით საღდგომო და საშობაო ეპისტოლეებს წაგიკითხავენ და გასწავლიან აქ მორალს, მაშინ როდესაც თავად მორალი არ აქვთ. აი ასეთ რეჟიმს არავინ არ უნდა დაემორჩილოს. და თუ ქართველი დღეს ილაჩრებს, მისი მთელი ისტორია, ტაძრები, ერთი-ორად გაქრება, აი გელაც შეხედეთ, უომრად როგორ ქრება. და რუსი რო შემოვა და არაბი, ეს აღარასდროს შემორჩება. ლოუს ტაძრის ისტორია გაიხსენეთ, საძირკველიც არ დატოვეს რუსებმა, სოჭის ოლქში. გაიხსენეთ აფხაზეთში მდებარე ქართული ტაძრები, სამაჩაბლოში და ასე შემდეგ. გაიხსენეთ ვინ გაასხვისა დავით გარეჯა. რასაკვირველია რუსულმა ლობიმ და მათმა მორჩილმა, ეგრეთ წოებულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა. ხუჯაბი ვინ გაასხვისა და ასე შემდეგ. და რო იძახით აქ აჭარა რუსებმა დაგვიბრუნეს, აჭარა დააბრუნა მაზნიაშვილმა. მაშინ როდესაც სტალინმა ის თურქებს აჩუქა, იმიტომ რომ ბოლშევიკები ვერ ინარჩუნებდნენ უკვე სამხრეთ კავკასიას და თურქებს ჩუქნიდნენ. და რო არა მოწამე გმირი გენერალი მაზნიაშვილი, დღეს არ გექნებოდათ აჭარა. და რუსები კი ცდილობენ აჭარა წაგართვან. იქ ქართული ეკლესიები გადააკეთონ რუსულ ტაძრებად, როგორც აფხაზეთში. მე რატო დავკონკრეტი ასეთ ნიუანსებამდე? მე ვცდილობ განვაქარგულო ყველა მითი, რაც კი დადის აი ამ ჩვენი ისტორიის გარშემო და ეს ძველი თაობის წარმომადგენლები და სხეულის ეს მკვდარი ნაწილები, რომ კიდევ რუსეთისკენ მიგვათრევენ, რომ მათნაირი მონები გავხდეთ. არანაირი მონები ჩვენ არ გავხდებით. როგორც იტყოდა ამბროსი ხელაია, ჩემი სული მაღალ ღმერთს ეკუთვნის. გული სამშობლოს მძორი კი თქვენთვის დამითმია მტარვალნო. აი ამას გეტყვით ჩვენ ყველა, თქვენ. ჩვენ ვართ მართლმადიდებლები. ჩვენი მიზანი არის საქართველოს დეოკუპაცია, მართლმადიდებლური სახელმწიფოს შენებლობა ევროკავშირის ფარგლებში. ყველა მართლმადიდებელთან ურთიერთობა, ნამდვილ მართლმადიდებელთან. და სხვათა შორის იულიანული კალენდრის აღდგენაც, რომელიც ნახდად დააბრუნებს შობას 25 დეკემბერს, იმიტომ რომ ითქმის შობა ახალი წელი და თქვენ კიდევ გადაწიეთ სადღაც და გონიათ რომ იულიანული კალენდრითაა ჩვენი ეკლესია. ოღონდ ეს იმას ანიშნავს, რომ კათოლიკეებთან ერთად ვიზეიმებთ შობას, არა. შობას ჩვენ სხვა დღეებში ვლოცულობთ და ვზეიმობთ. უბრალოდ სახელები გადაერქმევა. არა 7 იანვარი იქნება შობა, არამედ 25 დეკემბერი. დღე იქნება იგივე, უბრალოდ სახელი შეეცვლება. და ზვიად გამსახურდიას უნდოდა მართლმადიდებლური სახელმწიფოს შექმნა, არა თქვენ არ დააცალეთ, მაგრამ ჩვენ აღარ მოგეპყრობით ისე კეთილად, როგორც ბატონი ზვიადი გეპყრობოდათ. საქართველოს მტრებო, ის შანს გაძლევდათ. ჩვენ კი არანაირ შანს არ მოგცემთ. ახლა გააქვთ შანსი, ერთადერთი, აი თუ ამას შანსი ქვია. დროზე მოეგოთ გონს და შეწყვიტოთ ქართველი ერის განადგურება. თუ არადა, ქართველი ერის რისხვისაგან ვერაფერი გადაგარჩენთ. როგორც ამბობდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, თუ საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა მახვილსაც არ უნდა ვრიდოთ. ეს იმას ნიშნავს, როდესაც სამშობლოს გართმევენ, შენ არ უნდა გაჩერდე. იმიტომ რომ ბიბლიაშიც არის ნათქვამი, რომ არ უნდა შეეგუო უსამართლობას. ცალხელში ჯვარი გვიჭირავს, ცალში ხმალი. სხვანაირად გამორიცხულია.
იმიტომ რომ ჩვენს წინაპრებს რომ არ შეეროდათ ხმალი, ვერც დიდგორს მოვიგებდით, ვერც გენერალი მაზნიაშვილი გაიმარჯვებდეს უკვე მე-20 საუკუნეს გულისხმობ. აი მაგალითად 2008 წელს რუსეთს რომ დავნებებოდით, თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა. როცა მტერი მოდის מחვილით, მას უნდა დაუხვედრო מחვილი, რადგან მტერმა აღმართა ჩვენზე מחვილი და ის თავისივე מחვილისგან დაეცემა. საქართველო გაიმარჯვებს, სატანიზმი დაემხობა, ვერავინ ვერ გაბედავს ჩვენზე ბატონობას, რომც გამეფდეს მომავალში ჩრდილოეთის სამეფოში, ეს იქნება ამერიკა თუ რუსეთი, საიდან მოვა ანტიქრისტე არავინ იცის, მაგრამ ჯერ ანტიქრისტე არ ჩანს. მას არავინ დაემონება. ევროპის ხალხები ხომ მით უმეტეს და კავკასიელები. ამიტომ რომ გვაშინებთ თქვენ, აი ევროკავშირიდან მოდის ანტიქრისტეო, კარგად დაუფიქრდით, ვინ გაწიოკებდათ ამ წლების განმავლობაში. რუსეთი ხომ არა? და რომ ზოგიერთები იცავთ აქ მადუროს, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ახლა რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა, ეს არის დიქტატორ მადუროს განადგურება პოლიტიკურად. იმიტომ რომ ის ნარკოქსელები, რომელიც რუსეთის წყალობით მოძრაობდა ვენესუელადან, ანადგურებდა მთელ სოფლიოს. და ეს ის ვენესუელა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას აღიარებდა. ანუ მიესალმებოდა ჩვენს ოკუპაციას რუსეთის მიერ. და ქართველები თუ არ ისწავლიან ზნეობას და თუ იქნებიან ასეთი უსამშობლოები, როგორც იყვნენ ბოლშევიკები, მათ არ გააჩნდათ სამშობლო. მათ გააჩნდათ ზოგადი ცნება. ისინი ამბობდნენ, მე საბჭოელი ვარ და არა რუსი თუ ქართველიო. აი ვინა უსამშობლო და არა ჩვენ. ამიტომ მე დაგანახეთ თქვენ, რა არის ეს სექტა. სახელწოდებით მასონობა, რომელიც ქართველებშიც გამჯდარია, იმიტომ რომ საქართველოს დიადი ლოჟაც კი, რომელიც ვითომ და 2015 წელს შეიქმნა. ის ემორჩილება რუსეთის დიად ლოჟას და პირდაპირ მისგან იღებს დავალებებს. ის არ ემორჩილება ამერიკის ლოჟას თუ ევროპის რომელიმე ლოჟას, იმიტომ რომ ევროპაშიცაა მასონური მოძრაობები, მაგრამ ევროპაში ამ მოძრაობას ფრთებს უკვეცავს ხალხის წინააღმდეგობა, ისე როგორც ამერიკაში. და ეგრეთ წოებული გლობალური ომის პარტია და Deep State არის სწორედ ის სოციალისტური მოძრაობა, რომელიც ძირს უთხრის ამერიკასაც, ევროკავშირსაც, კავკასიას და всё სოფლიოს, რომელსაც მიეკუთვნება სხვა შორის ქართული ოცნება. იმიტომ რომ ხო ამბობდა იოზეფ გებელსი, რაც შენ ხარ, ის სხვას მიაწერეო. ხო და ასე იქცევიან და Deep State ეგრეთ წოებული ფსკერის სახელმწიფო, ფსკერის ელიტა. სწორედ პუტინია უდიდესი წევრი Deep State-ის. დააკვირდით მის აი ამ საიდუმლო ხელის რიტუალს, მის მალტის ორდის წევრობას. მალტის ორდენში შედიოდა ის. აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებს ხაბადის წევრებთან. სხვა შორის ერთხელ მიხეილ სააკაშვილიც იყო შენახვედრი მასონური ორდენის ოსტატთან, ენდრიუ ბერთან. არსებობს ფოტო, სადაც გიორგი ბარამიძეც აიგდა სალომე ზურაბიშვილიც. ეს არის 2005 წლის ფოტო. ედვარდ შევარდნაძე ხო საერთოდ ხაბადის წევრი იყო, ისევე როგორც ივანიშვილი. მიხეილ სააკაშვილი იმდენად არ იყო გატაცებული ოკულტიზმით, როგორც ბიძინა ივანიშვილი. შევარდნაძე შედიოდა მაგისტერიუმში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი შედის ძალიან სერიოზულ მასონურ ორგანიზაციაში. და თუ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ და თუ თქვენ ეს გონიათ სიკეთე, რომ ეს ადამიანი გამყოფებთ თქვენ აი ასეთ ნაგვის ყუთში და თქვენ კიდევ რო იძახით რომ აი ებრაელებს ჩამოგვისახლებენო ახლა ებრაელებთან უკვე 26 საუკუნეა ცხოვრობდა თუ ვინმე იყო მასონი აი ივანიშვილის სახით გამოვლინდა მამდე ჩვენ არ გვიგრძნია რომ აი ებრაელებისგან რამე საფრთხე ებრაელი გაზით თავზეა თქვენ კიდევ იძახით რომ ისრაელიდან ვინმე ჩამოგვისახლდება და აი ებრაელი მიგრანტები გავყაროთ და მოვკლათო და რუსების გავსად ანტისემიტიზმს როთესავთ რომ აქაც აირიოს მდგომარეობა იმიტომ რომ ნეონაცისტები მასონობაში სხვა შორის გამოიყენება მდგომარეობის ასარევად და თქვენს გინდათ აქ ეს კონსერვატორები გამოიყენოთ და სოციალისტები რომ დაიძაბოს მდგომარეობა და სპეკულირებდეთ რომ ხელისუფლებაში მოიყვანოთ არ გამოვა ყველა ნამხილებია ყველას ნიღაბი აქვს ჩამოხსნილი ვერავინ ვერსად ვერ გამეფდება
იმიტომ რომ ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს, როგორც ეს ეწერა 1921 წლის კონსტიტუციაში. ეს არის მეოთხე თავის 52 მუხლი და ის დაბრუნდება კონსტიტუციაში. ეს თავი რო გაგვიუქმეს კონსტიტუციაში, სწორედ იმიტომაა ყველაფერი აი ასე ცუდად. ქართველი ხალხი იზეიმებს თავის გამარჯვებას, თავისუფლებას საქართველოს და რეჟიმის ტყვეებს.